ახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის სურვილი, ანუ აღდგება თუ არა აფხაზეთის რკინიგზა. კრემლი ამაზე უკვე ვიცე-პრემიერის დონეზე ალაპარაკდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მუშაობა მიმდინარეობს. საქართველოდან ოკუპანტის ამ გეგმას ამ დრომდე მხოლოდ რკინიგზა გამოეხმაურა. ივანიშვილის დეპუტატები კი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავენ, თანაც ისე, რომ წინაპირობა დეოკუპაციას არ ასახალებენ. ამის საჭიროებას წლების წინ ვერც თავად ოლიგარქი ხედავდა. არადა რისკის წინაშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დგას, ანუ რკინიგზის აღდგენა დეოკუპაციის გარეშე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. საუმილ აბაძე მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, ის უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ალექსეი ოვერჩუკის განცხადების შემდეგ, ანუ რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ მუშაობა უკვე დაწყებულია და განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სარკინიგზო მიმოსვლა, ბუნებრივია, რომ თავად შეკითხვა ჩამოყალიბდა ის თუ ვისთან განიხილება ეს საკითხი, ანუ ვინ არიან ის პირები, რომლებსაც კრემლი ესაუბრება და არის თუ არა ამ კომუნიკაციაში ჩართული უკვე ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ სწორედ ამ შეკითხვებით მიმართეთ დღეს რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც ასეთ კომუნიკაციას გამორიცხავენ, თუმცა თავარი ისაა, რომ ოცნების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ თავად რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას. გააჩნია პირობებს, აი ეს იყო დღეს გიაბოლსკის პასუხი, რომელსაც პირობებს შორის საყურადღებოა, რომ დეოკუპაცია არ დაუსახელებია. რაც ასევე უნდა ვთქვათ, რომ არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის გზავნილებს, რომლებსაც ოლიგარქი ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში ავრცელებდა, როცა ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შესაძლოა სწრაფად ვერ მოხდეს, თუმცა მისივე განცხადებით გაცილებით სწრაფად შესაძლოა აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა. არც ვის ლაპარაკებიან, ჩვენ არ გველაპარაკებიან, ასე რომ არ შეიძლება ერთმანეთს ლაპარაკებიან. თქვი რა გონეთ ხა, მატარებელი გაივლის ისე რომ ჩვენ არავინ დაგვეკითხება თუ რა რისკებზე საუბრობთ ერთმანეთს. ჩვენ და დაუკითხავთ, არაფერი არ მოხდება. ერთი მეორე რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილი არის დიდი ხანია რა ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ყველანაირი ურთიერთობები აღდგება, იმ მომენტში, როდესაც რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. პირობებს გააჩნია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ერთი, მნიშვნელოვანია მშვიდობა და მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული დერეფნის გამოყენება ევროკავშირის ბაზარსა და აზიის ბაზრებს შორის. ეს არის მნიშვნელოვანი და გარკვეული დეტალები რასაკვირველია ამ სტრატეგიულ ხედვას ახლავს. მათ შორის შეიძლება ოდესმე რკინიგზის თემაც წარმოიშვას, მაგრამ ამან არ უნდა წარმოიშვას დაპირისპირება. 2012 წელს თქვენ პატარა იყავით და არ გახსოვთ განცხადებები, რომ გაეკეთებინა აღვადგენდით კიდევაც. ალექსეი ოვერჩუკის განცხადებას ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც ასევე არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ დრომდეც ვიდრე რუსეთის ვიცე-პრემიერი ისაუბრებდა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე, შესაბამისი სამუშაოები რომ დაწყებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამის შესახებ მედიას არაერთი ცნობა გავრცელებია. მათ შორის შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან ტელეკომპანია ფორმულა გიყვებით იმის შესახებ, რომ გალის რაიონში რუსეთმა საბაჟო პუნქტის მშენებლობის პროცესი წამოიწყო, რომელიც სწორედ აი ამ სარკინიგზო გადაზიდვას უნდა მოემსახუროს, თუმცა ქართულმა ოცნებამ ყველა ეს თემა დატოვა შეუმჩნეველი და ერთხელაც არ გვახსენდება, რომ ივანიშვილის პარტიას საერთაშორისო პარტნიორების მისამართით გაევრცელებინოს მოწოდება, რომ მათ დაეგმოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ეს პროცესი. ახლა კი არათუ დაგმობა, ვისმენთ, რომ ოცნების წარმომადგენლები თავადაც არ გამორიცხავენ, რომ ოფიციალური თბილისი დაეთანხმოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, რაც ანალიტიკოსების შეფასებით იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობის პირდაპირი აღიარება, რაც ასევე მათივე განმარტებით არ უნდა იყოს მოულოდნელი იმის გათვალისწინებით, რომ მათი შეფასებით ძალა, რომელიც ახლა თბილისშია წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიის სახით, სწორედ კრემლის გაგრძელებას წარმოადგენს. ამ რკინიგზის გახსნა იქნება ყველაფერთან ერთად, ამ რკინიგზის გახსნა სხვადასხვა ივანიშვილი უკვე წლებია ლაპარაკობდა, ყველაფერთან იქნება აფხაზეთის დე-ფაქტო აღიარება. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ ის, რომ გაატარეს გალში ეგრეთ წოდებული საბაჟო მშენებლობა ენგურს გადაღმა ტერიტორიაზე. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის, რომ აუქმება დე-ფაქტო აუქმებენ სოხუმის უნივერსიტეტს. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის ეგრეთ წოდებული ბოდიშების კამპანია, რომელიც 2024 წელს შოკის მომგვრელად შესთავაზა მთელ საქართველოს ივანიშვილმა და შესაბამისად უნდა ველოდოთ თუ არა ამას, უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ენგურს გაღმა
და ენგურს გამოღმა საქართველოს დღეს სამწუხაროდ ორივე აკონტროლებს რუსეთი სხვადასხვა ფორმით. მე ფიქრობ ძალიან საყურადღებოა გეოლსკის განცხადება პირობებსა და სცენარებზე თუ დაუშვებთ იმას რომ სტატუს ნეიტრალური შესაძლებელია ამ რკინიგზის გახსნა ამას ჭირდება ცალკე შეთანხმება მინიმუმ აფხაზეთი მოითხოვს ძალის გამოყენებულ შეთანხმებას რისი წინაპირობას ქართულ მოსახლეობამ თავად შექმნა ერთი მხრივ იმით რომ ომი საკუთარ ქვეყანას დააბრალეს 2008 წელს და იმავდროულად ბოდიშიც მოუხადეს ოკუპანტებს. ამიტომ ძალის გამოყენების შეთანხმების გაფორმების გარეშე, რა თქმა უნდა, სტატუს ნეიტრალური პირობებით შეუძლებელია ამ პროცესის დაწყება და შესაბამისად რკინიგზის გახსნა და ეს რომ აღიარებას ნიშნავს, ეს ბატონმა გიავალსკიმ ძალიან კარგად იცის. არის თუ არა ქართული ოცნება ჩართული კომუნიკაციაში, რომელიც გულისხმობს შედეგად იმის მიღწევას, რომ როგორც ეს ალექსეი ოვერჩუკმა თქვა, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არკინიგზო მიმოსვლა აღდგეს. ეს ამ დრომდე რჩება გაურკვეველი, ჩვენ მხოლოდ უარყოფით გზავნილებს ვისმენთ ივანიშვილის რიგითი წარმომადგენლებისგან, ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, როგორც უკვე გითხარით ამ საკითხზე, დუმს ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც დღეს ამ თემაზე განცხადება გაავრცელა, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც ასეთი სარკინიგზო მიმოსვლის განახლების შესახებ ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ გაუგებარია მათთვის თუ საიდან მოდის ასეთი ეჭვი.